დიდი მართლმადიდებელი მწერალი, რომელსაც წმინდა ნიკოლოზ სერბმა უწოდა ამხსარებელი, ფეოდორ დოსტოევსკი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ იცნობთ მის შემოქმედებას და თუ არ იცნობთ, გილოცავთ, პირველი წაკითხვის სიხარულს გილოცავთ, აუცილებლად მარხვა იქნება თუ არ იქნება ყოველთვის, იკითხეთ მისი შედევრები და აუცილებლად თქვენ გაიცნობთ იესო ქრისტეს. მისი ნაწარმოებებით უფრო მეტი ადამიანი მოექცა რუსეთში, ვიდრე გარკვეული სასულიერო პირის ქადაგებებით. იცით რა ამბობს დოსტოევსკი ჯოჯოხეთზე? ერთი სიტყვით აღწერს ჯოჯოხეთის მდგომარეობას. დაგვიანებულია. დიახ, ჯოჯოხეთი ნიშნავს უკვე რომ დაგვიანებულია. ჯოჯოხეთში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შენ სიყვარული აღარ შეგიძლია, შენ მარხვა აღარ შეგიძლია, შენ ლოცვა აღარ შეგიძლია, შენ სიკეთეს ვეღარ გააკეთებ, შენ არაფერი უკვე აღარ გეშველება. და სანამ ამ სიტყვას ჩვენ მოვისმენთ და დავფიქრდებით, აი ეხლა, აი ამ წუთში, როცა შენ გესმის, აი ამ ცოდვილი მღვდლის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები, რომელიც დიდმა მწერალმა ასე შესანიშნავად დაატია ერთ სიტყვაში დაგვიანებულია, მოდი აი დღეიდან გადაშალე სახარება, დღეიდან უარი თქვი შენს პირად მოთხოვნილებებზე, დღეიდან თქვი უარი გარკვეულ საკვებზე, შურზე, ბოღმაზე, თავხედობაზე, სიბრიყვეზე, სიამაყეზე, ამპარტავნებაზე. ეცადე რომ დამდაბდე, აიღო ჯვარი და შეუდგე ქრისტეს. ძნელია? არა, ძნელი არის დაგვიანება. ძალიან ძნელია, როდესაც შენ გეტყვიან, უпростоრად შენ თვითონ იგრძნობ ამას, რომ სერაფიმ როუზის სიტყვები მინდა მოვიშველიო, ახლა იმაზე უფრო გვიანია, ვიდრე თქვენ გონიათ. ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ მოდი ამ მარხვას მე ვერ შევინახავ და მერე შემდეგი მარხვა რო იქნება პეტრე-პავლობა ან მარიამბობა, იმას შევინახავ. არ ქნათ ეს შემოძვირფასებო. არავინ არ ვიცი ჩვენ მოგვიწევს თუ არა პეტრე-პავლობის მარხვის დაცვა ან მარიამობის მარხვის დაცვა. ძალიან გაახალგაზრდავდა სიკვდილი, გაიარეთ საფლავზე და ნახავთ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბავშვი, მოზარდი და 40 წელს ძლივს მიღწეული ხალხი განისვენებს იქ. და რა გიშლით ხელს შემოძვირფასებო, რომ ის სიტყვები, რომელიც მე ახლა გითხარით, არ მოისმინოთ, რა გიშლით ხელს? სნეულება? გექნება შეღავათი, სიზარმაცე? აწიე შენი თავი. რა გიშლის ხელს? შური? ვისი გშურს შესაცოდაო? ვისი? შენ თვითონ რა მდგომარეობაში ხარ და ვისი რა გშურს? ის ხომ შენზე ცოდვილია, ის ხო შენზე ამპარტავანი და ამაყია. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ნუ გონიათ რომ ჯოჯოხეთი არის რაღაცა კუპრი, სიცივე, რაღაცა ყვირილი, ჩხუბი, აყალმაყალი, არა. ჯოჯოხეთი არის ის მდგომარეობა, როდესაც შენ არაფერი აღარ გეშველება და ვერავინ ვეღარ გიშველის. ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღიარო შენ უფალო, ამბობს დავით მეფსალმუნე ფსალმუნებში. და აი ამიტომ მოგვეცა ჩვენ მარხვა, მოიცალეთ და წმინდა ყავით მსახურება. მარხვა ამბობს ესაია წინასწარმეტყველი. მოიცალეთ. დრო არ აგვაქვს ჩვენ, ხო? რისთვის მოგვეცა ჩვენ კვირადღე და ებრაელებს შაბათი? იმისთვის რომ დავფიქრდეთ, რომ სამყაროს განაგებს ღმერთი და მისი მართლობა შენ გადმოგცა ადამიანო, მაგრამ რისი მართველი ხარ? რა შეგიძლია გააკეთო, როცა საკუთარი თავი ვერ გიმართია, საკუთარი თავისუფალი არ ხარ. თავისუფლება შენ მუცლის მონობა გონია და ისე ჩაცმა და დახურვა, როგორც თანამედროვე ვნებიანი მოდა გთავაზობს და გონია, რომ მშობლებს რომ არ დაემორჩილები და რაღაცა უცხო შეხედულებებზე და უფლებებზე იფიქრებ და იქნები თავ აშვებული და აღვირახსნილი, აი ეგ არის თავისუფლება, არა. თავისუფლება არის ფლობა ყველა იმ ტალანტების, რომელიც ღმერთმა შენ
გაჩუქა ლანგარზე დადებული მოგიტანა მოგცა სახიერება ნიჭიერება სულიერება სიყვარული სიკეთე ჯანმრთელობა მშვენიერება ეროვნება მოგცა ქვეყანა მოგცა და რა სითხოვს ღმერთი შენგან რომ შვილო გამოიყენე ეს ყველაფერი ეს ტალანტები გამოიყენე მიწაში არ ჩაფლა თორემ ძალიან მალე მოგიწევს სამსოფლის დატოვება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დატოვება მალე მოგიწევს მოვა სასტუმროს უფროსი და გეტყვის დამთავრდა თქვენი აქ ცხოვრების პერიოდი რამდენიც გინდა გადამეხადოთ უკვე თქვენ ამოგეწურათ ლიმიტი თქვენ უნდა გახვიდეთ აქედან და სად მიდიხარ იცი მერე იქ ვერც თანხას წაიღებთ ვერც სახლებს წაიღებთ ვერც ავტომობილებს წაიღებთ ვერაფერს ვერ წაიღებთ კეთილი საქმეების გარდა ლოცვის გარდა სიყვარულის გარდა და ამიტომ პავლე მოციქული ბრძანებს რომ გამოისყიდეთ დრო რამე თუ ბოროტ არიან დღენი თუ შენ დროს მარხვისთვის და ლოცვისთვის არ იყენებ მაშინ შენ ბოროტებაში ხარ ერთობი სადაც ერთობიან კომფორტია ჟივილხივილია და მხიარულება არ გეგონოთ ახლა ჩვენ მხიარულება და კომფორტი და ბედნიერი ცხოვრება არ გვინდა არა სადაც ღმერთზე არ ფიქრობენ და ფიქრობენ რომ დიდხანს ბედნიერად იცხოვრებენ როგორც ზღაპრებში იქ მოდის მერე უამრავი განსაცდელი უამრავი სნეულება უამრავი გაჭირვება და სადაც ლოცულობენ სადაც მარხულობენ სადაც ფიქრობენ ღმერთის სიყვარულზე მოყვასის სიყვარულზე ითმენენ მწუხარებას დევნას შეურაცხყოფას დამცირებას და უარს ამბობენ პირად სიამოვნებაზე უფლის სიყვარულით იქ ყოველთვის ღმერთია სად არის ღმერთი სადაც სნეულება სადაც საპატიმროა სადაც უჭირთ სადაც მრავალშვილიანები არიან სადაც ქმარს უყვარს ცოლი და ცოლს უყვარს ქმარი სადაც შვილები მშობლებს უჯერებენ და მშობლები შვილებს მართლმადიდებლური სულისკვეთებით ზრდიან სადაც ხელისუფლებას უყვარს ხალხი და ხალხს უყვარს ხელისუფლება იქ არ არის ჯოჯოხეთი იქ არის სამოთხე იქ არის ნეტარება იქ არის ბედნიერება და სადაც არის სიძულვილი სადაც არის ეგოიზმი სადაც არის სიბილწე სადაც არის სიზარმაცე და უამრავი უმსგავსოება არა მარხვა არა ლოცვა არა სიყვარული იქ არის სიტყვა დაგაგვიანდა როცა მიხვდები ვის ხელში აღმოჩნდი როცა მიხვდები რომ მოგატყუეს და იცი ვინ მოგატყუა საკუთარმა თავმა მოგატყუა და გინდა რომ დაიხსნა აი ამ ბადედან ჯოჯოხეთის ბადედან გამოხვიდე გეტყვიან დაგაგვიანდა შვილო უკვე გვიანია ეხლა შენთვის და ამიტომ სანამ ადრეა ჩემო ძვირფასებო დაიწყეთ ლოცვა დაიწყეთ მარხვა და დაიწყეთ სიკეთის კეთება გიყვარდეთ უფალი და გიყვარდეთ მოყვასი და ყოველი წუთი და დრო წამი იფიქრეთ როგორ ასიამოვნოთ უფალს და როგორ ასიამოვნოთ მოყვას და ყოველდღე ვკითხოთ როგორც წმინდა ილია მართალი გვარიგებს ჩვენ თავს აბა დღეს მე ვის რა ვარგე